მას შემდეგ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ზომის ათობით უცნაური ობიექტი აღმოაჩინა, მექსიკელმა ასტრონომებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ რა სიგნალს ასხივებენ ისინი. ეს სიგნალები პირველადი დაკვირვების მონაცემებით უცნაურ რადიოსიგნალთა კლასს განეკუთვნებიან. ცნობისთვის ობიექტები ვარსკვლავების გარშემო არ ბრუნავენ და ამან მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ყველაფერი შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს ასტრონომთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იუპიტერის მასის მქონე ობიექტებს ეწერდნენ. მათ ობიექტებს ჯუმბო უწოდეს. ეს ობიექტები, რომლებიც ვების ტელესკოპის ინფრაწითელი შესაძლებლობების გამოყენებით აღმოაჩინეს, როგორც ჩანს, ორეონის ნისლეულში წყვილ-წყვილად მოძრაობენ. Live Science-თან ინტერვიუში მექსიკელმა ასტროფიზიკოსმა ლუის როდრიგესმა თქვა, რომ ჯუმბოების აღმოჩენის შემდეგ სურდათ ენახათ, გამოსცემდნენ თუ არა ეს უშუალო ობიექტები რადიოტალღებს. შესაბამისად, მათ დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი წყვილი, სახელად ჯუმბო 24, მართლაც გამოსცემდა სიგნალს. თავად ჯუმბოები უკვე საკმარისად უცნაური ობიექტებია, თუმცა ეს ახლად აღმოჩენილი წყვილი კიდევ უფრო უცნაურია. როგორც The Astrophysics Journal Letter-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია ახსნილი. ეს ობიექტები ყველა სხვა წყვილზე მძიმეა და მათ შორის სივრცე ძალიან მჭიდროა. რადიოემისიები ჯუმბო 24-თან დაკავშირებულია. ეს არ არის ისეთი სპირალური ტალღები, რომლებსაც პლანეტები ჩვეულებრივ გამოსცემენ. ტალღები არის სტაბილური, რაც თავისთავად უცნაურია, რადგან რადიოტალღების სხვა მსგავსი ობიექტებიდან იქნება ეს ყავისფერი ჯუჯები, პლანეტები თუ პულსარები ზოგადად ბევრად უფრო ცვალებადია. სტაბილური ტალღები კი შეიძლება მის ხელოვნურობაზე მიუთითებდეს. ეს ფაქტორი ტალღების ზუსტი წარმოშობის დადგენას ართულებს. თუმცა, კვლევარები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ემისიები სწორედ ჯუმბო 24-დან მოდის. მექსიკელმა ასტროფიზიკოსმა ისიც განმარტა, რომ ეს ემისია უცხო ცივილიზაციასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ გამოსხივება ორი ობიექტისგან მოდის და ეს ბუნებრივ მექანიზმთან ნაკლებადაა დაკავშირებული. ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული მრავალი სხვა აღმოჩენის მსგავსად, ჯუმბო 24-ის ტალღები გაცილებით მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ, რათა გაიგონ თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჭირე მხარი.